მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ ეკაბერიძის რადიოსაც, რადიო მაესტროზე. ეხლა ხანს დასრულდა ტელეკომპანია მაესტროს აქცია ნუცუბიძის ქუჩაზე პოლიციის შენობასთან. ჟურნალისტები უკვე ბრუნდებიან. გადაცემის მეორე ნახევარში ჩემი სტუმარი იქნება ჟურნალისტი ანა ბროლაძე, რომელიც მოგვითხრობს იმას, თუ რა ხდებოდა ამ აქციაზე, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს პროტესტს და საერთოდ როგორ გაგრძელდება მაესტროს პროტესტი დღის შემდეგ. მანამდე კი ჩვენი საუბრის თემა იქნება ის განაჩენი, რომელიც გამოიტანა სანდრო გირგულიანის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ, უფრო სწორად ის თუ როგორ ახსრულდება ეს განაჩენი და იმ ახალ გარემოებებზე, რომელიც უკავშირდება სწორად განაჩენის ახსრულებას. ჩვენი სტუმარი იქნება გირგულიანების ოჯახის ადვოკატი დავით ჯანდიელი. ჩვენი ტელეფონის ნომერია 249-460. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და განვთქვათ თქვენი მოსაზრება ან დასვათ შეკითხვა. ზარი ჩვენთან არის უფასო. ბატონ დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის და სოლიდარობა გამოხატვით თქვენთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან და ამ წინა პერიოდში. დიდი მადლობა. ბატონ დავით, საუბარია განაჩენის ახსრულების ახალ გარემოებებზე, რამდენადაც მე ვიცი, საუბარია იმაზე, რომ გირგულიანის საქმის განაჩენის ახსრულება მოხდება არასტანდარტული წესით. მოდით უფრო კონკრეტულად იქნებ მოვუთხროთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს ამის შესახებ, ანუ რას ნიშნავს არასტანდარტული წესით განაჩენის ახსრულება. ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, რასაც ველოდით პრინციპში, მას შემდეგ, რაც ევროპული სასამართლოს გამოაქვს განაჩენი, სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ის შედის, ის ხდება საბოლოო. ამის შემდეგ კონვენციის მიხედვით ეგზავნება მინისტრთა კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში არის 47 წევრი საგარეო საქმეთა მინისტრი საბჭოსი და სწორედ მინისტრთა კომიტეტი ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების ახსრულებაზე კონტროლს. ეს მექანიზმი, რომელიც დაწესებული არის ევროპული კონვენციის მიხედვით, მოიცავს ორ, ესე ვთქვათ, ძირითად ფაზას. პირველი ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურა, რომელიც წარმოებს ევროპული სასამართლოს წინაშე და უნდა აღნიშნოს აქვე თუ რა არის ევროპული სასამართლოს კომპეტენცია. ევროპული სასამართლოს კომპეტენცია პირველი დაადგინოს ქონდა თუ არა კონკრეტული მუხლის დარღვევას ადგილი და მოცემულ შემთხვევაში მან თქვა, რომ სიცოცხლის უფლების უპატივცემლობას ქონდა ადგილი და მეორე განსაზღვროს თანხმობრივი კომპენსაცია. სხვა კომპეტენცია ევროპულ სასამართლოს არ გააჩნია, განსხვავებით იმისა, რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა საქართველოს ხელისუფლება იმის თაობაზე, რომ მათთვის არ დაუვალებია არავის წინასწარი გამოძიება და შესაბამისად ისინი ამას არ განახორციელებენ. მას შემდეგ, რაც სრულდება საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურა ევროპის სასამართლოს წინაშე, იწყება საერთაშორისო სამართლებრივი და ამავდროულად საერთაშორისო პოლიტიკური პროცედურა მინისტრთა კომიტეტის წინაშე. სწორედ მინისტრთა კომიტეტი არის ის ორგანო, რომელმაც უნდა განსაზღვროს სახელმწიფოსთან ერთად თუ რა სახის ღონისძიებები უნდა იქნეს გატარებული სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების ახსრულების მიზნით. ანუ ეს ეტაპი უკვე იწყება? ეს ეტაპი უკვე დაწყებულია მას შემდეგ, რაც ივლისის ბოლოს, 27 ივლისს გადაწყვეტილება გახდა საბოლოო და იგი დარეგისტრირდა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა სიაში მინისტრთა კომიტეტის წინაშე, რომლებიც ექვემდებარება ახსრულებას. ამის შემდეგ სწორედ პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპი არის იმ ფორმის შერჩევა თუ რა ფორმის მიხედვით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ახსრულება. ბატონ დავით, ვიდრე გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, ანუ ახსრულებაზე განაჩენის, მოდით მაყურებელს მოусმინოთ. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. ანუ ჩვენი კითხვა არის ასეთი, ეს შეეხება მარტო გირგულიანის საქმეს თუ ყველა იმ დახმარების საქმეს, ჩაფლი ჯვანიას საქმესთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა. ღონისძიება, რომელზეც არის საუბარი მოცემულ შემთხვევაში არის ინდივიდუალური, ვინაიდან გადაწყვეტილება მინისტრთა კომიტეტის მიერ მიიღება ინდივიდუალურად ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ამდენად ეს არ ეხება სხვა რომელიმე საქმეს. კარგით, ახლა უფრო ცლად მოდით, რას ნიშნავს არასტანდარტული წესით განაჩენის ახსრულება? როგორც წესი, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილი არის მინისტრთა კომიტეტის მიერ რეგისტრირდება მარტივი პროცედურის მიხედვით, ანუ იგულისხმება, რომ გადაწყვეტილება უნდა ახსრულდეს მარტივი პროცედურის შესაბამისად. რას გულისხმობს მარტივი პროცედურა? მარტივი პროცედურა გულისხმობს, რომ სახელმწიფომ უკვე აღასრულა გადაწყვეტილება, მანამ ვიდრე ეს საქმე გადაეცა მინისტრთა კომიტეტს, ან პრაქტიკულად ახსრულებულია, ან სახელმწიფომ წარადგინა გეგმა თუ რის განხორციელებას აპირებს და მინისტრთა კომიტეტი ამაზე თანახმა. ანუ ეს არის სიტუაცია, რომლის დროსაც პრობლემატური არაფერი არ არის ევროპის საბჭოს ცხადია ორივე მხარე, ანუ მინისტრთა კომიტეტი და მთავრობა თანახმანი არიან იმაზე, თუ რის განხორციელებას აპირებს სახელმწიფო. მოცემულ შემთხვევაში და არსებობს მეორე პროცედურა, ეს არის არასტანდარტული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება განსაკუთრებული
მიღებული ყურადღების მიდევნება თუ როგორ მოხდება საქმის აღსრულება. ეს არის იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს პილოტური სახის გადაწყვეტილებასთან, ანუ ეს არის სისტემური ხასიათის პრობლემა და იმავე საკითხთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს ევროპული სასამართლოს ან მინისტრთა კომიტეტის წინაშე მრავალი გადაწყვეტილება, ან შეიძლება ის ეხებოდეს კომპლექსური ხასიათის პრობლემას და მოცემულ შემთხვევაში თუ ვისაც ექნება კვალიფიკაცია ამ საქმეს აქვს როგორც კომპლექსური ხასიათის პრობლემა. ამაზე აუცილებლად ასე ვრცლად უნდა ვისაუბროთ, მანამდე ზარი არის, არ მინდა რომ იცადოს ჩვენმა მაყურებელმა. გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. ეხლა ვიგენიცოლე. გისმენთ ხომ? დიახ, ისმის. არ გამთიშოეკაშვილო რა. არა, გისმენთ. იცი რატომ? ცოტა სხვანაირად უნდა დავიწყო ლაპარაკი. მართო კი მომკალი რომ კვლელი გავამართლო. ვინც არ უნდა იყოს, საკუთარი შვილი რო იყოს კვლელი, იმას მეთორ მოვკლავ მე ალბათ. მაგრამ აი ზიან რესტორანში უმაღლესი ჩინოსანი, გენინსპექციის უფროსი სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. იქ ზიანს სხვა ესენი კიდევ ჩინოსნები. იქ ზის მინისტრის მეუღლე, იქ ზის მისი მეგობარი. ამ დროს მოდის ბიჭი, რომელმაც ესე არც არ ყვევს ეს ხალხი ვინ არის და ამათ ეუბნება რომ ამ ცისფერებთან რა გინდა. ოღონდ უფრო ცუდი სახელწოდებით. ყველა მიხვდებით უკვე რა. კითხვა რაში მდგომარეობს ქალბატონო? ის რომ რა თქმა უნდა უნდა წაეყვანათ სამინისტროში, კარგად ეჟეჟათ. რატომ უნდა ეჟეჟათ ქალბატონო? ეს კანონი ასე არის განსაზღვრული. ეს კითხვა მაპატიეთ და ეხლა არ მინდა კითხვა რაში მდგომარეობს? ადვოკატი ყავს ჩვენ. გენინსპექციის უფროსი არის გენერალი შვილი. დიდი ბოდიში, კითხვა რაში მდგომარეობს? აი ეს მაინტერესებს ანუ. კითხვა რაში? მე კი არ ვამართლებ, რაზეა ლაპარაკი? ქალბატონო, განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს სასამართლოს, ჩვენ ვსაუბრობთ ამ განაჩენის აღსრულებას და კითხვა თუ გაქვთ. მაგრამ იცით რა, არის დანაშაული აგრესია, ბადებს აგრესიას. კარგით, მადლობთ. თუ გსურთ კომენტარის გაკეთება ზარზე შეგიძლიათ. რთული არის კომენტარის გაკეთება იმაზე, როდესაც ქალბატონი მიიჩნევს, რომ კანონის მიღმა შეიძლება რაღაცის განხორციელება და მითუმეტეს მაღალჩინოსნების მიერ. რაც შეეხება იმ გამონათქვამს, რომელიც იქნა გამოყენებული, ის იყო კონკრეტულად ერთი პიროვნების მიმართ გამოყენებული და ის ეხებოდა უფრო ნაკლებად მის პირად საკითხებს, ეს ეხებოდა მის საზოგადოებრივ მოღვაწეობას და თქვენ მინდა შეგახსენოთ ის, რაც უკავშირდება იგივე რობაქიძის მკვლელობას და მის როლს მაგ საქმესთან დაკავშირებით, ასე რომ მცდელობა იმის, რომ გადაიტანონ ეს სხვა სიბრტყეში, ეს არის იმ მედიატიზების პრობლემა, რომელთან ჩვენ გვაქვს საქმე საქართველოში. ძალიან ბევრმა ადამიანმა, ისევე როგორც იმ განაჩენის შესახებ, რომელიც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, ასევე არ იცის ზუსტად იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რაც წინუძღოდა ამ დანაშაულს. ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ საქმე დაკვალიფიცირდა როგორც კომპლექსური პრობლემა და სწორედ ამით არის გამოწვეული ის, რომ განაჩენის აღსრულება მოხდება არასტანდარტული, ან უფრო გართულებული წესით. მოდით, ანუ ჩვეულებრივ არაიურიდიულ ენაზე იქნებ მაყურებელს ავუხსნათ ზუსტად რაში მდგომარეობს ეს. მაქსიმალურად შევეცდები, რომ ეს იყოს მარტივად გასაგები ენაზე. კომპლექსური აღსრულება გადაწყვეტილების ხორციელდება მაშინ, როდესაც საქმის სპეციფიკური ნატურა ამართლებს მისთვის ამგვარი სტატუსის მინიჭებას. რა შემთხვევაში არის შესაძლებელი საქმის მიენიჭოს კომპლექსური პრობლემად იქნეს მიჩნეული. ეს არის იმ შემთხვევაში, როდესაც მაშინდე რაც გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში, საბოლოო ხდება და მინისტრთა კომიტეტი უგზავნის სახელმწიფოს მოთხოვნას იმის თაობაზე თუ რა ღონისძიებების გატარებას აპირებს. გავა 6 თვე, 6 თვის შემდგომ არ იქნება წარდგენილი ასეთი გეგმა, შემდგომში კვლავ მიცემს პერიოდს, კვლავ გავა 3 თვე, აი და მაინც არ იქნება წარდგენილი ამგვარი გეგმა, ასეთ შემთხვევაში საქმის შეიძლება მიენიჭოს არასტანდარტული ფორმით აღსრულების შესაძლებლობა. თუმცა ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის. ვინაიდან არ არის 9 თვე გასული, მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება საბოლოო გახდა. ამდენად ის რომ საქართველოს მთავრობის მიერ არ ყოფილა წარდგენილი კონკრეტული გეგმა სავარაუდოდ რა ღონისძიებების გატარებას აპირებს, ეს არ არის ის ერთადერთი ნიშანი, რის გამოც ეს საქმე იქნა მიჩნეული კომპლექსურ პრობლემად. კომპლექსურად მაშინ ხდება მიჩნევა საქმის, თუ კი ეს ასეთად გამოკვეთილია ან ევროპული სასამართლოს მიერ თვითონ განაჩენში,
ან მინისტრთა კომიტეტის მიერ, ან ორივე შემთხვევაში ერთად. თუ კი გადავხედავთ ევროპული სასამართლოს ისტორიას და იმ გადაწყვეტილებებს და განაჩენებს, რომლებიც მის მიერ არის 60 წლიანი ისტორიის მანძილზე, არც ერთ გადაწყვეტილებაში ევროპულ სასამართლოს არ უთქვამს და მე კიდევ ერთხელ მინდა ეს ციტატა მოვიშველიო, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების საწყის ეტაპზე დაშვებული დარღვევებით, პროკურატურა გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით, სასჯელ ახსნილების დეპარტამენტი მსჯავრდებულების ერთსაკანში უკანონოდ მოთავსებით, შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებით, საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერი გამოვლენით და ასე შემდეგ ყველა ერთად ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულებმა. ანუ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ სიტუაციასთან, როდესაც ყველაზე უმთავრესი ელემენტები სამართლებრივი სახელმწიფოსი, რაც უდევს საფუძვლად ევროპულ საბჭოს და მის ღირებულებებს არის ფეხქვეშ გათელილი. კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფლების დანაწილების თეორია, რაც რეალურად არსებობს საქართველოში მხოლოდ ფიქტიური თვალსაზრისით, ამ სისტემამ არ იმუშავა. ანუ სასამართლომ დაადგინა, რომ კონტროლის განხორციელება იმაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მკვლელობას, ვერავინ ვერ მოახერხა არც ერთმა განშტოებამ ხელისუფლების. ეს მიანიშნებს იმაზე, როდესაც საქმეში არის ჩართული პრეზიდენტი, როდესაც საქმეში არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლოები და ყველა ისინი მოქმედებდნენ იმისთვის, რომ სიცოცხლის უფლება იქნას დარღვეული, ისეთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ყველა სხვა უფლებებისთვის, ეს წარმოადგენს კომპლექსურ პრობლემას ევროპული სასამართლოს თვალსაჩინოში და ასევე მინისტრთა კომიტეტისათვის და ის მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლების ყველა რგოლი იყო ჩართული და ერთად კომპლექსურად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ ხელი შეეშალათ სწორად წარმართვისთვის საქმის. მოდით კონკრეტულად იქნებ ვისაუბროთ იმაზე, გავიხსენოთ ის, თუ რაში გამოიხატებოდა აი ეს, ანუ მათი ქმედება რა იყო? რის საფუძველზე მიიღო ასეთი განაჩენი ევროპულმა სასამართლომ? კეთილი, იმ თავით მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რა ხდება იმ დროს, როდესაც აი ესეთი არასტანდარტული ფორმით ხდება საქმის განხილვა, ასეთ დროს საქმეში ერთვებიან მინისტრთა კომიტეტის ექსპერტები, ისინი შეიმუშავებენ იმ ღონისძიებათა ჩამონათვალს სახელმწიფოსთან ერთად, რომლებიც უნდა იქნეს განხორციელებული გადაწყვეტილების ახსნილების მიზნით. ანუ ასეთ შემთხვევაში ეს არის პრაქტიკულად მეტნაკლებად შეზღუდული თავისუფლება, რაც სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს სხვა გამარტივებული პროცედურის შემთხვევაში და შემდგომში თუ შესაძლებლობა გვექნება ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით მინდა პარალელი გავაკეთო. კი ბატონო, ეხლა შეგიძლიათ ეს პარალელი. თქვენ გახსოვთ რომ იუსტიციის სამინისტროს პოზიცია მდგომარეობდა იმაში და საკმაოდ რთული იყო პირველ დღეს და პირველ ხანებში, როდესაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა, იმ ინფორმაციული ომის მოგება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებდა. კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც აცხადებდნენ, რომ მათთვის არავის დაუვალებია წინასწარი გამოძიების დაწყება და რომ ისინი ამას არ გააკეთებდნენ. ევროპული სასამართლო, ისევე როგორც საერთაშორისო სხვა სასამართლო, მოქმედებს სუბსიდიარობის პრინციპის საფუძველზე. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში სახელმწიფოს აცდის, რათა მან მიიღოს ზომები გამოსასწორებლად. მხოლოდ შემდგომში ერთვება საერთაშორისო ინსტანცია. ღონღაძის საქმეზეც, ისევე როგორც გირგვლიანის საქმეზე, არ ყოფილა მითითებული და ევროპული სასამართლო არასოდეს არ უთითებს, თუ კონკრეტულად რა ღონისძიების გატარება უნდა მოხდეს. ეს არის მინისტრთა კომიტეტის კომპეტენცია. ღონღაძის საქმეზეც ევროპულ სასამართლომ არ დაუვალებია სახელმწიფოსათვის წინასწარი გამოძიების დაწყება, ეს მოახდინა მინისტრთა კომიტეტმა და დღეს იცით რომ ეს გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში. ასევე არის სხვა მრავალი საქმე, მე არ ჩამოვთვლი, ეს არის ბათი თურქეთის წინააღმდეგ, შევჩენკო უკრაინის წინააღმდეგ, მამადოვი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, ყველა ამ საქმეებზე არაერთი кейსი არის, რომლებშიც დადგენილი არის სიცოცხლის უფლების უპატივცემლობა, სახელმწიფოს ის არ ავალებს გამოძიების დაწყებას გადაწყვეტილებაში. ეს არის შემდგომი პოლიტიკური სტადიის საკითხი, რომელსაც ახორციელებს მინისტრთა კომიტეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც და სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც თუნდაც არ ყოფილა სიცოცხლის უფლების უპატივცემლობიდან გამომდინარე, მაგრამ იყო სხვა უფლებების დარღვევის გამო, მაგალითად დავთიანი საქართველოს წინააღმდეგ, დანელია საქართველოს წინააღმდეგ, ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, არც ერთ ამ გადაწყვეტილებაში არ ყოფილა მოთხოვნილი მინისტრთა კომიტეტის მიერ, სასამართლოს მიერ, მაგრამ შემდგომში მინისტრთა კომიტეტის მიერ სწორედ
ამ საკითხებზე ხდება აპელირება, რომ მოხდეს ხელახალი გამოძიება. არსებობს რეკომენდაცია 2000 წლის ნომერი 2, რომელთაც ხელმძღვანელობს მინისტრთა კომიტეტი, რომ მაშინ, როდესაც ადგილი ჰქონდა არასწორ ძიებას, მაშინ, როდესაც უფლებები, საპროცესო უფლებები მოხდა მხარეთა დარღვეული და მოცემულ შემთხვევაში მთელი ეს გადაწყვეტილება არის ამაზე აგებული, რომ გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლებები იქნა დარღვეული, რომ სახელმწიფომ არაფერი არ გააკეთა არც ერთმა ინსტანციამ და ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებ. სწორედ ეს წარმოადგენს საფუძველს და მიუხედავად ამისა, ვალდებულება გამოსწორების არსებობს. იურისტები ამას ვეძახით restitutio in integrum, ლათინურად, რაც ნიშნავს, რომ ის დარღვევები, რომელთა გამოც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების უპატივცემლობას, ეს დარღვევები უნდა იქნეს ახმოფრული და გაგცემთ პასუხს, რა დარღვევები იყო დეტალურად. ვისაუბროთ ამაზე, რა დარღვევებზეა საუბარი. კეთილი, თავდაპირველად, როდესაც საქმე წარიმართა, გამოძიებას ახორციელებდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მხოლოდ შემდგომ გადაეცა ის გენერალურ პროკურატურას, ევროპული სასამართლოში განხილვის დროს გახდა მხოლოდ ცნობილი იმ დოკუმენტის შესახებ გრიფით საიდუმლო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობდა. ამ დოკუმენტის მიხედვით ამ საქმის საწყის ეტაპზე იძიებდა ამ საქმის ხელმძღვანელი გახდა ბატონი დათა ახალაია, პიროვნება, რომელიც მეტნაკლებად ირიბად მაინც იყო ამ საქმესთან დაკავშირებული, ვინაიდან ის იყო იმ სუფრის წევრი, შარლენის ბარის, რომელზეც არის საუბარი. ევროპულმა სასამართლომ ძალიან მკაცრი შეფასება მისცა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ თანხმობის მიცემას ბატონი ახალაიასთვის, რომ გაეგრძელებინა, დიახ, და მან თქვა, რომ ერთადერთი პროფესიული საქციელი შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან იქნებოდა, რათა მას აეცილებინა საქმე ბატონი დათა ახალაიასთვის, რათა არ განიხილა. ამ პერიოდისათვის, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებდა საქმის გამოძიებას, იმ სატელეფონო ამონაწერის მიხედვით, რომელიც უკვე გააჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მისთვის ცნობილი იყო, რომ ამ დანაშაულში მონაწილეობას ღებულობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირები. შესაბამისად, გამოძიება სიცოცხლის უფლების უპატივცემლობის გამო, რომელიც მოითხოვს, რომ ინსტიტუციურად დამოუკიდებელი იყოს წარმოება და პიროვნულად დამოუკიდებელი იყოს წარმოება, არ იყო უზრუნველყოფილი, რის გამოც სასამართლომ თქვა, რომ ამ ნაწილში სიცოცხლის უფლების უპატივცემლობას ჰქონდა ადგილი. შემდგომში, როდესაც გენერალურ პროკურატურას გადაეცა ეს საქმე, ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა გარდა იმ დარღვევებისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პერიოდში არის, ვინაიდან ძიების პერიოდში, ვინაიდან სწორედ იმ პერიოდში მოხდა დაკითხვა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ქალბატონი თაკო სალაყაია მირაბიშვილის, რომელიც იყო სუფრის წევრი, ეს იყო გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი ევროპული სასამართლოსათვის ამ დასკვნამდე მისვლა, ამ მასალების გაცნობა, რომელიც მიხედვითაც ესე იგი პრაქტიკულად ქალბატონი, რომელიც მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ეჭვები მისი თუნდაც ირიბად მონაწილეობის შესახებ, ან ყოველ შემთხვევაში მისი სუფრის წევრების ამ დანაშაულთან, მისი მეუღლე გახდათ ხელმძღვანელი ინსტიტუციურად უმაღლესი იერარქიულად მდგომი პირი, ხოლო მისი მეგობარი, რომელიც ასევე იმ სუფრის წევრი იყო, იმ ძიების, რომელსაც უნდა დაედგინა ობიექტურად იმ დანაშაულის ჩადენის მიზეზები და წინასაფუძვლები, რომლებიც უძღოდა წინ. რაც შეეხება გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებულ ძიებას, უნდა აღინიშნოს და ამას შინაგან საქმეთა ამას სასამართლო ამბობს პირდაპირ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომ გამომძიებლების მიერ გაყალბებული იქნა ოქმები და ვერ მოიპოვეს რეალურად გირგვლიანის ოჯახის წევრებმა ის ოქმები არ დაასწრეს დაკითხვის ოქმებს მოწმეთა და შემდგომში ეს ვიდეო ჩანაწერები ვერ მოიპოვეს, მათ შორის ვერც სასამართლო პროცესზე და პირველად, როდესაც შესაძლებლობა ჰქონდა ჩვენ გავცნობოდით ამ ოქმებს ევროპული სასამართლოს ვიდეო ჩანაწერებს ევროპული სასამართლო კატეგორიული მოთხოვნის გარკვეული რამდენიმე კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის, რასაც ამბობდნენ მოწმეები, არ იყო ასახული სიზუსტით იმ ოქმებში, რომლებიც წარდგენილი იყო სასამართლოს წინაშე. ანუ პრაქტიკულად გამომძიებლები, პროკურორები დაინტერესებული არ იყვნენ არა იმით, რომ რეალურად გაერკვიათ თუ რაში იყო საქმე და რა უწოდა წინ იმ დანაშაულს, რომელიც შემდგომში მოხდა, არამედ გაემყარებინათ ის ვერსია, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებას გააჩნდა. შემდგომი ეტაპი, რაც უკავშირდება სასამართლოს, ეს სამივე ინსტანციის სასამართლოს, ეს მდგომარეობს იმაში, რომ უფლებები იყო ძალიან ფატალურად, თუ შეიძლება ესე ითქვას, შეზღუდული. გირგვლიანის ოჯახის წევრებს არ გააცნეს საქმის მასალები, რომლებიც უკავშირდებოდა ამ დანაშაულს. ასევე ის დრო, რომელიც იქნა დაცვისთვის მიცემული, მხარეთა უზრუნველყოფა, მხარეთა თანასწორობა არ იქნა უზრუნველყოფილი, განაჩენები არ იქნა
დასაბუთებული, ეს არის მთელი კასკადი დარღვევების, რომლებიც არ გამოუსწორებია სასამართლოს ევროპულმა სასამართლომ განსუფრება გამოხატა იმ ფაქტის გამო რომ გასაგებია შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებული იყო და მას არ ამოძრავებდა სურვილი გაიხსნა ეს დანაშაული და რეალური დანაშაულები შესახებ სრული ინფორმაცია წარედგინა გასაგებია პროკურატურა ვთქვათ ასევე დაინტერესებული მაგრამ რას აკეთებდა სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლო არაფერი მეორე ინსტანციის სასამართლო ნამდვილად არაფერი სამართალ შემოქმედების თვალსაზრისით მხედველობაში მოხს განაჩენის დადგენა და ჭეშმარიტების დადგენა და მესამე ინსტანცია ასევე არავითარი ხელშესახები რომელიც გარკვეულად მაინც მოახდენდა კომპენსირებას იმ უფლებებისას რომლებიც დარღვეული იყო გამოძიების სტადიაზე ამის შემდგომ და გარდა ამისა ევროპული სასამართლო გამოხატავს განსუფრებას იმის გამო რომ ეს 4 ადამიანი მსჯავრდებული რეალურად მოათავსეს ერთ საგანში სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა რომ თავისუფლად ქონოდათ ურთიერთობა ერთმანეთთან მოამზადებინათ თავიანთი დაცვის ანუ შეეთანხმებინათ მათი პოზიციები და ამ პოზიციები წარდგარიყვნენ სასამართლოს წინაშე ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის და სასამართლოს გარდა ასევე საჯარო ახსნილების დეპარტამენტი იყო ამ საქმეში ჩართული და მე შეგახსენებთ ამ პერიოდში ბატონი დათა ახალაიას რაც მაგალითად სწორედ ხელმძღვანელი შემდგომში პრეზიდენტის მიერ შეწყალება და პრეზიდენტზეც არის კონკრეტულად საუბარი. კონკრეტულად არის საუბარი, რომ და ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების წინაშე მიმართვაც კი არის ევროპული სასამართლოს ის პასაჟი თუ გადავხედოთ, რომ რა ჩათვალეს, რომ საზოგადოება დათანხმდებოდა იმაზე, რომ ეს პირები პრეზიდენტს შეეწყალებინა და გარეთ გამოეშვა. ეს არის სწორედ იმ გარემოებების, იმ იდენტიფიცირებულ პრობლემათა ჩამონათვალი, რომელთა გამოც ევროპული სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიცოცხლის უფლების უპატივცემლობას ჰქონდა ადგილი და სწორედ ეს არის ის პრობლემები, რომლებიც უნდა იქნეს გამოსწორებული და რომელთა თაობაზეც უნდა გააკეთოს მოთხოვნა სწორედ მინისტრთა კომიტეტმა. ბატონ დავით, ნორმალურ სამართლებრივ გარემოში, ანუ როდესაც აი ესეთი დანაშაული ხდება, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ვთქვათ ოჯახის წევრები, თანამშრომლები, როდესაც არიან ჩართული, წესით და რიგით, როგორ უნდა წარმართულიყო გამოძიება? წესით და რიგით შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა აეცილებინა ამ საქმის განხილვა და ეს უნდა ყოფილიყო გადაცემული გენერალური პროკურატურისათვის. ამას ითვალისწინებს სწორედ ის იურისპრუდენცია, რომელიც ავსებს ევროპულ კონვენციას და გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც არის ჩანაწერი სწორედ ამის თაობაზე და როდესაც გენერალურმა პროკურატურამ წაიღო ესე ვთქვათ ეს საქმე, სწორედ ეს გახდა მოტივი იმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული თანამდებობის პირები საუბარი არის რეალურ დანაშავეებზე, რომელიც ოქროყანას სასაფლაოზე ღებულობდნენ მონაწილეობას, რომ ისინი იყვნენ ამ საქმეში ჩართული. თუმცა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მას ეს უნდა გაეკეთებინა მაშინ, როგორც კი არსებობდა ინფორმაცია სატელეფონო საუბრები ბატონი გერონტი ალანიასი, რომელიც უკვე იყო თარიღდება იანვრის ბოლოთი, სწორედ იმ პერიოდიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს არავითარი უფლება არ ჰქონდა განეხორციელებინა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებსაც ჰქონდა ადგილი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენასთან დაკავშირებით ის პრობლემები, რომლებიც უკავშირდება გარკვეული მასალების წარდგენას, წარუდგენლობას უბრალოდ ევროპული სასამართლოს წინაშე, რაც არის ასევე ძალიან მკაცრად შეფასებული. აი ამჟამინდელ ეტაპს, როგორც ადვოკატი, როგორ დაახასიათებთ? დღეს რა ეტაპზეა აღსრულების საქმე? პრინციპში ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომლის მოლოდინიც შეიძლება რეალურად ასეც უნდა ყოფილიყო. მინისტრთა კომიტეტის წინაშე საქართველოს მთავრობამ უნდა წარადგინოს გეგმა რის განხორციელებას აპირებს, ვინაიდან თქვენ გახსოვთ ის განცხადებები, რომელსაც და ცინიკური ღიმილი სამწუხაროდ ქალბატონი თინა ბურჯალიანის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ დაგვევალეს თანხის გადახდა, ჩვენ ეს გადავიხადეთ და არაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. დღევანდელი მდგომარეობით მინისტრთა კომიტეტმა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაიხადა ევროპული სასამართლოს მიერ მიკუთვნებული თანხა ბატონი გურამ გიგუიანისთვის, ჩათვალა, რომ მარტივი პროცედურით მაინც ვერ მოხდება ამ საქმის აღსრულება, არ იხურება საქმე და რომ სხვა ღონისძიებები არის გასატარებელი. მისი ექსპერტების მონაწილეობით ამ ღონისძიებებში აუცილებლად დარწმუნებული ვარ, იქნება წინასწარი გამოძიების ხელახლა დადგენა, ვინაიდან ის ფაქტი,
რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წევრების, მაღალი თანამდებობის პირების, მათი ოჯახის წევრების კავშირი, შარდენის სუფრის წევრების კავშირი არ არის დადგენილი დანაშაულის ღამეს იმ პირებთან, რომელთაც უშუალოდ აღასრულეს დანაშაული, პირდაპირ ესე არის მითითებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს წარმოადგენს სწორედ იმ დარღვევას, ერთ-ერთ დარღვევას, რომლის გამოც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სიცოცხლის უფლების უპატივცემლობას ჰქონდა ადგილი და ეს უნდა გამოსწორდეს, ანუ უნდა მოხდეს ხელახალი გამოძიება, უნდა დადგენილდეს რა კავშირი არსებობდა სუფრის წევრებს და დანაშაულის ჩამდენ პირებს შორის, ეს ერთი. მეორე უნდა დაიწყოს მოკვლევა და აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ მოსამართლეთა მიმართ, იმ გამომძიებელთა მიმართ, იმ პროკურატურის წარმომადგენელთა მიმართ, რომელთაც გააყალბეს ოქმები. ასევე უნდა მოხდეს აუცილებლად იმ პირების შებრუნება უკან და მათ უნდა მოიხადონ მისჯილის სასჯელი. აქ არ არის საუბარი ხელმეორედ გასამართლებაზე, ეს იქნებოდა სხვა პრინციპის non bis in idem დარღვევა, რომელიც გულისხმობს აკრძალვას ორჯერ ერთ-ერთი პირის დანაშაულისთვის გასამართლებაზე. ამდენად ეს არის ის იდენტიფიცირებული პრობლემები, რომლებიც უნდა იქნეს აუცილებლად გამოსწორებული. ზარია ბატონ დავით, ჩვენ ეთერში მოდით მოვუსმინოთ მაყურებელს. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? გამარჯობათ, გისმენთ? გამარჯობათ. მე შეკითხვა მაქვს ადვოკატ. დიახ. ესე იგი, გირგულიანთან დაკავშირებით ქალბატონი გამოვიდა და ძალიან წარად დაადანაშაულა. კი, დამნაშავე რო იყო, მაგას მეც ვაღიარებ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა იქ მყოფ ხალხს, ნუ აი გეიდა ის რომ უწოდა, თქვა, ერთი მიმართულებით იყო ეს მე ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც მიაყენა შეურაცხყოფა. მაგისთვის რა მუხლი არსებობს თუნდაც დიდი ჩინოვნიკების მხრიდან, თუნდაც ჩვეულები ადამიანის შეურაცხყოფის მხრიდან. მაინტერესებს ამიხსნათ რა. დიდი მადლობა. ანუ ნორმალურ შემთხვევაში, თქვათ, მსგავსი შეურაცხყოფისთვის როგორ უნდა მოქცეულიყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები? გასაგები არის აქ თუ თქვათ რაიმე ისეთი ხასიათის პატივზე ღირსება შეილახა, ამას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსით, შესაძლებელი იყო თქვათ ჩვეულებრივად როგორც სტანდარტულ სიტუაციაში ხდება სასამართლოსთვის მიმართვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მოთხოვნა, მაგრამ მე პასუხი გავეცი წინა ზარის მიხედვით იმ კონკრეტულ განცხადებას, რომელსაც ქალბატონი აპელირებდა. ბატონ დავით, საინტერესო რა იქნება უკვე შემდეგი პროცედურები? ანუ რა მოხდება ახლა? ეხლა სიტუაცია არის ესეთი. ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ გადაიხადა თანხა ევროპული სასამართლოს მიერ მიკუთვნებული, ეს ჩათვალა მინისტრთა კომიტეტმა, რომ არ არის საკმარისი. ანუ ეს უკვე ცალსახად ცნობილია, ვინაიდან თანხა არის გადახდილი, ეს ინფორმაცია არის ცნობილი, მათ შორის ჩვენს მიერ იქნა მიწოდებული მინისტრთა კომიტეტისათვის და გარდა ამისა, ევროპული სასამართლოს მიერ ეს არის კომპლექსურ პრობლემად დარეგისტრირებული ეს საკითხი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ის რომ მინისტრთა კომიტეტმა მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომ თანხა გადახდილი არის, ამიტომ ჩვენ დავხურეთ საქმე, ეს ნიშნავს იმას, რომ მაშინ უნდა წარმოიშვეს ინსტიტუციური კონფლიქტი, ერთის მხრივ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტს შორის, ვინაიდან ეს არის წარმოუდგენელი, ეს არის იურიდიული თვალსაზრისით შეუძლებელი, ვინაიდან უნდა აღმოიფხვრას ყველა ის პრობლემა, რომელთა გამოც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიცოცხლის უფლების უპატივცემლობას ჰქონდა ადგილი. ეხლა რაც შეიძლება მოხდეს, მინისტრთა კომიტეტი წესების მიხედვით, რომელიც არსებობს, მინისტრთა კომიტეტი კვლავ მოსთხოვს საქართველოს მთავრობას გეგმის წარდგენას, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ვინაიდან ეს საქმე არის რეგისტრირებული როგორც არა მარტივი პროცედურის შესაბამისად, ასე დროს ერთვებიან როგორც მოგახსენეთ ექსპერტები და ექსპერტები წარუდგენენ სწორედ იმ მოსაზრებას მინისტრთა კომიტეტის ექსპერტები თუ რა უნდა განახორციელოს მთავრობამ, რომ მოცემული გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოსი აღსრულებულად ჩაითვალოს. თუ კი საქართველოს მთავრობა წავაწინა აღმდეგი მის აღსრულებაზე არსებობს შესაბამისი მექანიზმები, მინისტრთა კომიტეტს თავდაპირველად შეუძლია თუ
წინააღმდეგია საქართველოს მთავრობა გამოიტანოს შუალედური რეზოლუცია, ვინაიდან როდესაც საქმე თავდება, ასე დროს გამოაქვს სასამართლოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუცია და ის უფლებამოსილია მანამდე გამოიტანოს შუალედური რეზოლუცია, რომელთაც უშუალოდ მოთხოვს საქართველოს მთავრობას ძიების ჩატარებას. და თუ მაინც არ დაიწყო ხელახალი გამოძიება. მესმის კონვენცია არეგულირებს ამ საკითხს, ისევე როგორც წესები მინისტრთა კომიტეტის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო უარს აცხადებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ასე დროს მინისტრთა კომიტეტი არის უფლებამოსილი მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი შეკითხვით. ის ფაქტი, რომ მოცემული ხელშემწყობილი მხარე არასრულებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, წარმოადგენს თუ არა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, რომელიც იკისრა პირველი მუხლი კონვენციის გულისხმობს, რომ უზრუნველყოს სახელმწიფომ ყველა იმ უფლებათა და თავისუფლებათა განუხრელი დაცვა, რომლებიც არის კონვენციით გათვალისწინებული. ანუ ის, რომ ევროპულმა კონვენციამ დაადგინა, რომ სიცოცხლის უფლების უპატრიცომობას ჰქონდა ადგილი და სახელმწიფო მიუხედავად იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც გამოტანილი აქვს ევროპულ სასამართლოს უარს ამბობს აღსრულებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო წინააღმდეგ მიდის იმ ვალდებულებაზე, რომელიც მას აღსრულებული აქვს. თუ კი სასამართლოს პასუხი იქნება დადებითი, ასეთ შემთხვევაში გზა ეხსნება მინისტრთა კომიტეტს დიპლომატიურ და პოლიტიკურ სანქციებზე, ის უფლებამოსილი არის შეუჩეროს ხმა და მიიღოს კიდეც ყველაზე რთული გადაწყვეტილება გარიცხვის თაობაზე, სტატუსის თორსდები მეხუთე მუხლი არეგულირებს, თუმცა აქამდე არ მივა და არც უნდა მივიდეს, რომ დაემუქროს რაიმე ჩვენს ყოფნას ევროპულ ოჯახში და ევროპის საბჭოში, ისეთი დიდი სახელმწიფოც კი, როგორიც არის თურქეთი და რუსეთს ასევე სერიოზული პრობლემები ჰქონდა აქვს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩეჩნურ საქმეებზე და ასევე თურქეთს ქურთებთან დაკავშირებულ პრობლემაზე იყო ყველაზე რთული საკითხი საქმე გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რომელიც ყოველთვის მოყავთ ხოლმე მაგალითად, ეს არის ლუაზიდუს საქმე თურქეთის წინააღმდეგ ეხებოდა ჩრდილოეთ კვიპროსს და იქაც კი საბოლოო ჯამში ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიუხედავად შემდგომ, რომელიც მინისტრთა კომიტეტმა მიიღო, თურქეთი იძულებული გახდა, რომ დათანხმებოდა მინისტრთა კომიტეტს და აღესრულებინა ეს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ არც არ გვეჩქარება სანდროს ქალბატონ ირინას ვერ გააცოცხლებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ სწორად დაველოდოთ და მიყვეთ საქმის განვითარებას. თუმცა კიდევ ერთი ნიუანსი, ანუ ცნობილია ის, რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ხოლმე, ანუ თავისი კავშირებით, თავისი ურთიერთობებით ზეგავლენის მოხდენას ევროპულ სტრუქტურებზე. თუ არსებობს იმის რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც იყოს მსგავსი მცდელობა? იცით, ჩემთვის რთული არის ვისაუბრო იმ კავშირებზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ. ეხლა ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გამონახოს 47 წევრი სახელმწიფოსგან ნახევარზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრთან უნდა საკითხი მის სასარგებლოდ გადაწყვეტოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე ვერ იქნება და არც ვერც მოხდება, ვინაიდან ის ღირებულებები, რომლებიც აერთიანებს ევროპის საბჭოს, არის გაცილებით მაღალი, ვიდრე რომელიმე ცალკეული სახელმწიფოს ინტერესი შეიძლება იყოს, ასე რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის მცდელობას გამორიცხავს ასეც. ჩემთვის ნელი არის იქნება თუ არა ამგვარი მცდელობა. ფაქტი არის ერთი, რომ ეს საქმე არის ერთადერთი საერთაშორისო სამართლებრივი პროცედურა, რომელიც წარმოებს პრაქტიკულად ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ. ეს არის ერთადერთი წარმატებული საქმე საერთაშორისო სამართლებრივი, რომელიც იქნა მოგებული და კონკრეტული შედეგი დაიდო. ასე რომ ბუნებრივია ამ საქმის გაჩუმების, ამ საქმის მიჩქმავის მიმართ ინტერესი არის ძალიან დიდი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი, რომელიც ლეგიტიმაციას სწორედ განსაზღვრავს ხელისუფლების. სწორედ ამით იყო განპირობებული ის, რომ საქართველოს მთავრობამ არ გაასაჩივრა ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული და მაქსიმალური მცდელობა იყო გამოყენებული იმისთვის, რომ მომხდარიყო მიჩუმათება, ესე რომ ვთქვათ ამ საქმის, თუმცა როგორც თქვენ სამართალმა იზეიმა ის რისთვისაც იბრძოდა სწორედ ქალბატონი ირინა დადგა კონკრეტული შედეგი და თურმე როდესაც ის იბრძოდა სიცოცხლის უფლების დაცვისათვის ის არ ყოფილა მტყუანი ის იყო მართალი და ყველა მისი პრეტენზია რომელიც ევროპული სასამართლოს წინაშე იქნა დაყენებული ვინაიდან საჩივარი სწორედ მის მიერ იყო შეტანილი ეს მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის წინ დაადასტურა ევროპულ
ნაციონალურმა სასამართლომ. ძალიან დიდი მადლობა. დავით ჯანდიერი იყო ჩვენი სტუმარი გადაცემაში რეკლამის დრო. რეკლამის შემდეგ მაესტრო ჟურნალისტ ანა ბრულაძესთან ერთად დავბრუნდებით. თქვენ უყურებთ და უსმენთ ეკაბერიძის რადიო საათს. ჟურნალისტი ანა ბრულაძეა ჩვენი стუმარი. 249-460-ია ჩვენი ტელეფონის ნომერი. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და დასვათ თქვენი შეკითხვა ან გამოთქვათ თქვენი მოსაზრება მაესტროს ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ანა, მოგესალმებით. მოგესალმები, ეკა, მესალმები ჩვენს ჩვენს. ანა, ეხლა ხანს დაბრუნდი აქციიდან. პირველ რიგში მე ვერ წამოვედი აქციაზე, იმიტომ რომ გადაცემა მქონდა და მაინტერესებს აქცია როგორ მიმდინარეობდა, რა ხდებოდა. აქცია დაიშალა სულ ცოტა ხნის წინ, მე გერმოსული ვარ სპეციალური აქსესუარებით, მოტანილი მაქვს ბანერი, პატარა ესეთი რომელიც გვეჭირა ყველა მაესტროს, რომლის საშუალებითაც გამოხატავდით ჩვენს სოს სიგნალს უშვებდით, ასე ვთქვათ და საშტანები არ ვიცი ახლა მაყურებელს მოვერიდები მე გამოვიყენო ეს საშტანი, მაგრამ მაინც მიზანი ალბათ ამ აქციის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ პოლიცია, სადაც გამართეს ჩვენ აქცია, დაგვეხმაროს იმაში, რომ გამოიყვანონ ტელევიზიის შენობაში მყოფი რუსთავის მედიამართვის კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანხმლები პირები, რომლის სტატუსი ჩვენთვის დღემდე გაურკვეველია. უბრალოდ ამ გარემოში ალბათ შეუძლებელია მუშაობა, როგორც მუშაობთ და ჩვენი უფლება ალბათ, რომ მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, ოღონდ უნდა გქონდეს ჩვენ საშუალება, რომ გავაკეთოთ ეს ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით. ვინ ესწრებოდა ამ აქციას? აქციაზე ვიყავით. გარდა მაესტროს ჟურნალისტები. მაესტროს ჟურნალისტების გარდა იყო რამდენიმე პოლიტიკოსი, იყო ლაშა ჩხარტიშვილი, იყო პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორდ-კიფანიძე, დავინახე მე სახალხო კრების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები, რამდენიმე ადამიანი, იყო გოგა ხაინდრავა რეჟისორი და ჩვენი კოლეგები, რომლებიც აშუქებდნენ ამ აქციას. ანა, ზარია ჩვენს ეთერში, მოდით მოусმინოთ მაყურებელს. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? დიახ, გამარჯობა. გამარჯობათ. მესალმები თქვენს ჟურნალისტს. მეც ვიყავი იქ და ჩამოთვალე ცნობილი ხალხი მეუცნობით უნდა მახსენოს შვილი. უკაცრავად ბოდიშ დიდი მოქალაქე. ჩვენი მხარდაჭერი ვიყავი იმ ღამესაც, როცა თავს დაგესხა ეს ტარვალი კიწმარიშვილი და დღესაც როცა თქვენ გაგიჭირდათ. მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ანა, რაც შეეხება მაესტროს პროტესტს, დაიგეგმა თუ არა დღევანდელ აქციაზე ის თუ როგორ გაგრძელდება პროტესტის გამოხატვა და რა ფორმით მოხდება? მაესტროს გენერალურმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა უпроშად მამუკა ღვონტმა გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით, მან მოუწოდა მედია საშუალებებს სოლიდარობისკენ, თქვა რომ ორშაბათს თბილისის მერიოდში გაიმართება შეხვედრა, სადაც ჟურნალისტებს სთხოვა მან რომ იმოქმედონ გარკვეულწილად ნატოს პრინციპით, რომ ერთ მედია საშუალებაზე თავდასხმა ნიშნავდეს სხვა მედია საშუალებაზე თავდასხმას ავტომატურად და იყოს გარკვეულწილად სოლიდარობის განცდა და შეიქმნას ან ორგანიზაცია ან ხელშეკრულება გაფორმდეს, ხოლო რაც შეეხება მორიგ აქციას პროტესტის გამოსახატად, ეს გაიმართება პრეზიდენტის რეზიდენციასთან უკვე სამშაბათს და ჩვენ ალბათ ყველანი უკვე გადავინაცვლებთ პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავლაბარში. კიდევ ერთი მომენტი, ანა, რაც ასევე კეთდება აქცენტი, ეს არის საკაბელოებისადმი გაგზავნილი მოთხოვნა იმ შესახებ, რომ მაესტრო გათიშონ თავიანთი მაუწყებლობიდან. თუ არის რა ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით? ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ნამდვილად მე არ გამიგია მთელი წლის განმავლობაში, უბრალოდ დიდ როდესაც მოვედი სამსახურში დაგვხვდა ეს ინფორმაცია, რომ არის ზეწოლა საკაბელო კომპანიების წარმომადგენლებზე, მათ ურეკავენ და სთხოვენ, რომ ტელეკომპანია მაესტრო გათიშონ, რადგან ჩვენ საკაბელო არხით მაუწყებლობთ და ეს არის ჩვენი ერთადერთი საშუალება ამ ეტაპზე, ვინაიდან თანამგზავრიდან ვართ გათიშულები. შესაბამისად, დამატებითი დეტალები და დამატებითი ინფორმაცია მე არ მაქვს, ალბათ ეს უფრო არხის გენერალური დირექტორის და დამფუძნებლების კომპეტენცია. მამუკა ღვონტი იქნება დღეს ჩემი სტუმარი ღამის ეთერში და ის უფრო ვრცლად ისაუბრებს ამაზე. კიდევ ერთი დღეს შენ როგორც რეპორტიორი აშუქებდი ეროს კიწმარიშვილის პრესკონფერენციას. მე მინდა ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ გავაგებინოთ, რასთან დაკავშირებით მოიწვია მან ეს პრესკონფერენცია და რა მოთხოვნები აქვს ამ ეტაპზე. მან გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, შეაჯამა ეს გამლილი პერიოდი და ისაუბრა თავის ამომავლო გეგმებზე, თქვა რომ ორშაბათიდან უკვე შევა სარჩელი საქალაქო სასამართლოში, სადაც ის არხის შპს სტუდია მაესტროს დამფუძნებლებს უჩივლებს და ითხოვს 7 მილიონს იმისთვის, რომ 4 მილიონი ნახევარი როგორც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის აცხადებდა მან მოიზიდა არხისთვის დაფინანსება, პლუს 2.5 მილიონი დოლარი ის მატერიალური ზიანისთვის, რომელიც მიადგა ამ პერიოდის განმავლობაში. საუბრობდა ასევე, რომ უშუალოდ არხის გენერალური დირექტორი, რომელიც მან გაათავისუფლა ბაჩუკი კაბიძისა წინააღმდეგ შეიტანა. ეს არის რეესტრით დადასტურებული, რეესტრში ბაჩუკი კაბიძე ჯერ კიდევ არის ჩვენი დე იურე დირექტორი, ასე ვთქვათ. დე ფაქტოც ამეტავს ნუ ეროს კიწმარიშვილის პოზიციიდან თუ შევხედავთ დე ფაქტო. მათ თქვა რომ ბაჩუკი კაბიძის წინააღმდეგ შეიტანს პროკურატურაში განცხადებას და მისი აზრით ეს შეიძლება გახდეს სამართლებრივი
სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, რადგან წინა განცხადებებში საუბრობდა იმ შავ ბუღალტერიაზე, რომელიც არსებობდა მაესტროში და რომელიც განადგურდა იმ 2 დღის განმავლობაში, როდესაც ტელეკომპანიაში 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე არხის მეორე სართულიდან, ასე ვთქვათ, მაუწყებლობდნენ მამუკა ღლონტი და დანარჩენი თანამშრომლები და მესამე სარჩელი ეს შეეხება ალბათ უფრო მოგვიანებით პროცესს, ისაუბრობდა ჟენევის საერთაშორისო დავების საარბიტრაჟო სასამართლოზე, სადაც მისი თქმით მამუკა ღლონტს და მის ერთ-ერთ პარტნიორ კოტე გოგელიას არ ეყოფათ ფინანსები იმისთვის, რომ აანაზღაურონ ის მატერიალური ზარალი, რომელსაც დააკისრებთ მათ ეროსი კიწმარიშვილის სასარგებლოდ ეს სასამართლო. რას ამბობს ეროსი კიწმარიშვილი, იცი რა საკითხის შესახებ, თუ მას გადაუხდიან თანხას, რასაც ის ითხოვს. ამ შემთხვევაში ის გადის მაესტროს შენობიდან და წყვეტს სატელიტზე მაუწყებლობას, რა პასუხი აქვს მას? მან თქვა, რომ მაესტროს შენობიდან გავა მხოლოდ 2012 წლის 30 ნოემბერს, როდესაც ამოიწურება კონტრაქტის 3 წლიანი ვადა. ანუ მიუხედავად იმისა გადაუხდიან თუ არ გადაუხდიან. ისაუბრა, ეს ამბობს, რომ არის ყველაფერი სამართლებრივი დავის საფუძველი და დამატებით დეტალებზე დღეს პრეს-კონფერენციაზე, როდესაც ჩავეკითხეთ მას დოკუმენტებზე, იურიდიულ ფორმალობებზე, ვთქვათ, ამაზე არაფერზე არ უსაუბრია, თქვა, რომ ამ ყველაფერზე საუბარი მოხდება სასამართლოზე და იწყება უკვე სამართლებრივი დავა. რაც შეეხება უშუალოდ ტელევიზიიდან გასვლას, ის ამბობს, რომ მე მხოლოდ არხს დავტოვებ მხოლოდ 2012 წლის ნოემბერში, რაც შეეხება მანამდე პროცესს, უკვე იანვრის და ბოლოსთვის მაესტრო სრულფასოვნად გააგრძელებს მუშაობას. დიდი სურვილი აქვს, რომ არხზე იყვნენ ძველი სახეები, თუმცა როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, უკვე გამოცხადებულია ვაკანსიები და შესაძლებელია, რომ დაკომპლექტდეს ახალი გუნდიც. არ არის გამორიცხული, როგორც თავად ამბობს. ანუ შეიძლება რომ ორი მაესტრო მიიღოს მაყურებელმა? იქიდან გამომდინარე, რომ საკაბელო მარეგულირებელი კომისია კომუნიკაციების მე როგორც ვიცი ამბობს მთელი ამ დღეების განმავლობაში რომ მაესტრო როგორც ასეთი არხი მაუწყებლობის ლიცენზია ყველაფერი ამის ფლობელი არიან დამფუძნებლები ამ სიტუაციიდან გამომდინარე ეროსი კიწმარიშვილის მაუწყებლობა როგორც ჩემთვის არის ცნობილი როგორც ახალი ამბები ჟურნალისტისთვის არ არის კანონიერი. ნახოთ რა იქნება შემდეგში ეს ალბათ უფრო ჩვენი არხის იურისტების და არა მარტო ჩვენი არხის იურისტების საქმე. ანა და რაც შეეხება სამართალდამცველებს პოლიციის შენობასთან მიმდინარეობდა დღეს აქცია. თუ იყო მათგან რაიმე გამოხმაურება? არანამდვილად არც განცხადება გაუკეთებიათ, არც უპასუხიათ, არც გამოსულან გარეთ მე შენობაში დავინახე მხოლოდ 3 ადამიანი, ერთი სამართალდამცველი პირველ სართულზე და 2 შემნიშნე მეორე სართულზე, სულ ეს იყო ძალიან ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ თითქოს მუშაობას მიუხედავად იმისა, რა ხდებოდა გარეთ. ზარია ისე მოდი მაყურებელს მოусმინოთ. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ. Алло, გამარჯობა. იცით რა მაინტერესებს? აი ვინ ისაუბრება ამ პატარა კაცს, ამ პატარა კიწმარიშვილს, რომელიც იბრალებს ალპინისტობას და რომელიც ძლივს შესვა სამკაცმა, ეს ერთი და მეორე აი ესეთი ყალბია ყველაფერში. და ძალიან მაინტერესებს ვინ ისაუბრება, რომ ესე ნაშობა რა ქვია, მთელი საქართველოს საზოგადოებას ესე ამცირებს. ვინ არის გამაგებია, საიდან არის? ერთი ძალიან მაინტერესებს მაგის დოსის ნახვა. ვის მოგზავნილია და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს მაგაც იქნება მაესტროში თუ არა და კიდე იმასაც ვიტყვი რომ მაესტრო გახადა უცნობმა გახადა უცნობა გამოიყვანა ხალხი უცნობმა ყველაფერი გააკეთა და კიწმარიშვილი იბრალებს რაღაცას არ ყოფილიყო უცნობი და მიხედავდა კიწმარიშვილი მაშინ მაესტრო დიდი მადლობა ანა ჩვენი საუბრის ბოლოს მოდი კიდევ ერთხელ უთხრათ ჩვენს გულშემატკივარს და მაყურებელს ასევე რადიო მსმენელს როდის იქნება შემდეგი აქცია შემდეგი აქცია იქნება სამშაბათს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ზუსტად დრო არ მაქვს მოგვიანებით ძალიან დიდი მადლობა ამ თემაზე ჩვენ საუბარს გავაგრძელებთ 10 საათზე პირდაპირ საუბარში სადაც მამუკა ღლონტი იქნება ჩვენი სტუმარი ასე რომ 10 საათამდე გემშვიდობებით დროებით